მე ვარ ჩარლი. ყველასთან ერთად დღეს მე მგონი ეს არ არის საფრანგეთის ტრაგედია, ეს არ არის ვიწრო საკითხი, ეს ეხება ყველას, გლობალური არის, ეხება საქართველოს, ეხება მთელ მსოფლიოს, რადგანაც აქ არის ნამდვილი გამოწვევა ტერორიზმისგან. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ლიდერიც იქ არის დღეს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ არა ვართ სადღაც გარიყულები და პირიქით. აი დღეს მე ვთვლი, რომ დღეს ჩვენ მართლა გავხდით ევროპელები. ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება აი ამ ერთი კონკრეტული სპეცოპერაციით ამოიწუროს, ან დაუშვათ განეიტრალდეს იმ ერთიანობის მარშით, რომელიც პარიზში ყველამ ერთად ვნახეთ ეკრანებზე, არამედ ეს უნდა იყოს ძალიან გრძელვადიანი და თანამიმდევრული ბრძოლა იმისათვის, რომ დემოკრატია უკან არ დაიხოს. ხაზგასაცმელია ის ძალიან დიდი სოლიდარობა, რომელიც გამოიჩინა მთლიანად ევროპელმა ერმა. ჩვენი ჩათვლით ის იყო მნიშვნელოვანი, რომ დაიღუპა ადამიანები, მაგრამ აქვე არის მეორე კიდე, რომ ეს ყველამ გაიგო, როგორც შეტევა თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე